მეცნიერება. არა უშავს მე სიცილი ცუდი კი არ არის. ჩემი საწოდაობის კადრები გადაიღეთ, იმის ხელში არ გეცოდა. ორი ფილმი. გავშნათ. კიდე ფამბო. თავჭერა თავის უკვე. ყველაზე ნებიერა ყავს და ხიარულ დაბადების დღეს უწყობთ ხოლმე. ყოველი 7 აგვისტო რო თენდება, ჯერ მოდის ის ცუდი ემოციები და აი რაღაცა დააგვირგვინებასავით გამოგვდის მერე რომ ეს მივიდეთ და მერე კეთოს მიუვოცოთ. 7 აგვისტომდე ისეთი ინტენსიური სროლა იყო დაწყებული. მივხვდით ცუდად რო იყო საქმე და ეთყობა ამ ნერვიულობას და იმაზე დამეწყო მუცილის ტკივილი და დაიბადა კეთო შვიდში ღამე. კვეგრო გათენდა, დაიწყო საჰაერო თვითფრინავები და აი მახსოვს ეხლაც ის ხმა რომ თვითფრინავი რო წავიდოდა და მობრუნდებოდა და რკალს გააკეთებდა და მე რეაგდებდა რაღაცას. ბავშვს დავაფარე სახეზე ხელი. თოთო ბავშვს მივიკარი გულზე და გავიქეცი დაბლა. ეგთან იყვირო და არ გაიქცე მანდ დაბლა, შეიძლება ჩამოიგრეს და ჩაგიტანოს, მაგრამ არავის ხმა არ მესმოდა. უბრალოდ ფიქრობდი რომ ბავშვი გადამერჩინა და სახეზე ხელი დავაფარე რომ მინების მსხრევა რო იყო, სახი არ დაჭროდა ბავშვს. ნუ გაიარა ამ თვითფრინავმა, ამოვედი მაღლა და ფეხი მტკივა. გრძნობ რომ რაღაცა ტკივილი მაწუხებს დავიხეთე და სისხლის კვალს ვტოვებ რომ მივდივარ, მაგრამ მეორედ რო ყარებები გაიჭედა, უკვე სხვა გზა აღარ მქონდა. თან გული მომეცა რომ დედა ჩემი და ჩემი გოგო დავინახე რომ მომაკითხეს. გავაღე ფანჯარა და დედა ჩემს ვთხარი რომ მომაწოდე შენი ჟაკეტი მეთქი ამომიგდე. ამ ჟაკეტში, შავ ჟაკეტში გამოვკარი. მივიხუტე და ეგრე გადმოვხდი. როცა ჩავედით თბილისში და ვითომ სამშვიდობოს ვიყავით და გადავრჩით, მაშინ შევხედე რომ ჩემი შვილი მეორე გოგო ვერ ლაპარაკობდა, არ ლაპარაკობდა. და მერე ნაწერები ვნახეთ, რომ მე დავინახეო, როგორ მიკვდებოდა დედა და დაერწუჩიო. გასახსენებათა და მოსასმენათაც რთული არის, მაგრამ როგორც სხვები მომიხსენები, რომ ეს ომის ბავშვი და ესე არ მომწონს. რაღაცნაირად. მშვიდობის ელჩი. აბა როგორ? შეუძლია. კეთოს წლები მეუბნებოდით, რომ შენ ომის ტოლი ხარ. შენ დაამარცხე პირველმა რუსეთიც და სიკვდილიც. შენ გაიმარჯვე შენი დაბადებით. ხატვა მიყვარს და ხატვის დროსაც უსმენ მუსიკებს. ვსწავლობ გიტარას. მომავალში მინდა რომ ყველა ინსტრუმენტზე ვისწავლო დაკვრა. მინდა რომ ხატვაზე შევიდე და უფრო კარგად ვისწავლო ხატვა. ხატვა მეხმარება. შინაგანად რომ გამოვხატოთ ჩემი თავი. ბავშვიდან მაინტერესებდა ეს ადამიანის სხეულის ენა. სულ ვცდილობდი რომ რაღაც მესწავლო და წამეკითხა სულ ყველგან. და იმასაც ვცდილობდი რომ რაღაც თქვათ ემოციებით გამომეცნო რა სჭირს ან როგორ არის. გაკეთებული გვაქვს ახალგაზრდული ცენტრი, სადაც სოფელში ბავშვები ყველა მოვდივართ, ხატავთ, ხანდახან ჩამოდიან ფსიქოლოგები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და უფრო მეტს ვიგებთ სხვადასხვა სფეროების შესახებ. ჩემი საქმყოფებს ძალიან ბევრი მჭირდებათ საგანმანათლებლო ცენტრის სიტყვაზე. ან გართობ. ოუ რაღაცა დამოიჭდა გული გამის. ნუ გეშინი. დამოიჭდა და ვიძახდი. ოუ მაშინია. დავიწყე გამოცდილებზე ზრუნვა, მარტო მომიწევი საგნების ჩაწერა, არჩევა, უნივერსიტეტების ჩაწერა. და მალე მივხვდი უკვე რომ ის ფაზა იწყებოდა, როცა დამოკიდებულმა ვიყო და ჩემს თავზე მე თვითონ ვაგო პასუხი. როგორც ამ ბავშვებს 18 წლისები რო გახდნენ და ეხლა აბიტურიენტები არიან და გამოცდები აქვს წინ, ჩვენ ქვეყანასაც ყველაზე რთული გამოცდა ვხდია წინ.
ვიცი, მე მაგალითად დიდი სურვილი მაქვს იმისი, რომ გავიღვიძო ერთ დილას და ეს მართულ ხლართები აღებული იყოს და თუნდაც ის, რომ რაღაცა სფერადი ლითონის ჩამბარებელი პუნქტები როა იქ ნახო მიტანილი და ჩასაბარებელი. ომის შესახებ აქ ყველანი ოჯახში საუბრობენ, მაგრამ მე და ჩემი თანატოლები დიდად არ ვსაუბრობთ ამ თემაზე და უფრო სხვა თემებზე ვლაპარაკობთ. რაც ხდება ქვეყანაში, მაგის მიხედვით. ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი წარსულია, რაც მთავარია, გვაქვს ძალა იმისი, რომ ვიყუროთ მომავლისკენ. დედასნაირ თამამი ვიქნებოდი ალბათ უფრო. რაც რომ გაგეს, აი არაფერი არ რიდება და აი ყველაფერი შეუძლია რომ გააკეთოს. მე ვერ გავაკეთებდი მაგას. ვამბობ, რომ მე ვარ მეთქი ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება თეფსა და ჩანგალს ყიდულობს, იმიტომ რომ არა აქვს. განა იმიტომ რომ რაღაცას მოდაში შეიცვალა და სხვანაირი უნდა, არა, კარგავთ. ჩვენ 90 წლიდან დევნილები ვართ და ცხოვრება რომ დავიწყეთ აქ, ამ ადგილზე. აი ეს ერთი ოთახი მქონდა. დაგვრჩა მართლა მუზეუმად, მუზეუმივით. წინიდან მოხდა და ეს დაინგრა. არ არის დამწვარი, დანგრეული იყო რაკეტით. ყოველის შემძლია და შეუძლია რომ ყველაფერი გააკეთო და წავიდე.